ეს არის 10 აგვისტო და სლავა პუტინო იძახი ამ ხელა კაცი. დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც ანწუხელიძის წამების დღეს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე სკანდირებდა სიტყვებს დიდება პუტინს. ოკუპანტი ქვეყნის მადიდებელი ოცნების გულმხურვალე მხარდამჭერი ანდრო მახათაძეა. კაცი, რომელიც სასტუმროების და მანქანების გაქირავების ბიზნეს ფლობს. ანდრო მახათაძე ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით ფლობს 100%-იან წილს სასტუმრო მახათაში. 2021 წლის 2 ოქტომბერს მან თავად გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დაადასტურა, რომ ოცნების მხარდამჭერი იყო. თუმცა დღეს კაცმა, რომელიც პუტინს ადიდებდა პირველებთან, საკუთარი ვინაობა დამალა. მე ჩემი ძმის ჯერა. გჯერათ რომ რა? არ უთქვა? დიახ. თქვენი ძმა ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერია, არჩევნებზე ბიულეტინიც დადო, როგორ შემოხაზა ქართული ოცნება. ფლობს არაერთ ბიზნესს. ფარველობს ქართული ოცნება. ბატონო? მილიონერი ვარ, ხო? ბატონო ანდრო, თქვენ მესაუბრებით ამ პერიოდის განმავლობაში? ეს ყველა ვინც დააკომენტარა ლარლაიო დავიდონ კაივალებს გავისტუმრებდი. ეს საჯარო რეესტრის ოფიციალური ამონაწერია. რაწერია საჯარო რეესტრი რომ მილიონერი ვარ გოგონი. კარგით მართლა რა. აგვისტოს ომის დღეებში პუტინის მადიდებელი კაცი საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციამ გააცილა. სამოქალაქო აქტივისტები ფიქრობენ, რომ მახათაძე ადგილზე მიგზავნილი ტიტუშკა იყო. იმ დროს, როცა აქციის მონაწილეები იხსენებდნენ აგვისტოს ომის უმძიმეს დღეებს და ისტორიებს, მახათაძის პროვოკაციამ ხალხი წყობიდან გამოიყვანა. სლავა პუტინო და ხელები აწია ზემოთ და ამას მოყვა მე ძალიან დიდი გაბრაზება დემონსტრანტების მხრიდან და რა ვიცი ჩემი აზრით ნებისმიერი ქართველის მხრიდან მსგავსი რეაქცია უნდა მოყვეს 9 აგვისტოს თავისუფლების მოედანზე გიორგი ანწუხელიძის წამებით დაღუპვის დღეს ქართველი რო იყო მაგან საერთოდ მომცელა რა და ქართველი ამას რო ამბობს ტრაგედია დანაშაულია. პუტინის დიდება კაცმა მას შემდეგ დაიწყო, რაც შეამჩნია ანტიპუტინისტური ბანერები. მოქალაქეები, ვინც პროტესტში 600 დღეზე მეტია ჩართულები არიან, ფიქრობენ, რომ მახათაძემ პუტინი ოცნების საამებლად აქო. რომ მათი ქმედება დარჩება დაუჭრელი და საწინააღმდეგოდ მეორე მხრიდან ჩვენი მოქმედებები მკაცრი კონტროლის და დაკვირვების ქვეშაა. აგვისტოს ომის დღეები არის, ანწუხელიძის წამების დღე არის და ამ დროს ქართველი ყვირის სლავა პუტინო მერე გაყვნენ აქციის მონაწილეები მას ის დაიწყო შეურაცხყოფელი სიტყვების ძახილი, სიცილი სავარაუდოდ იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ. ხალხი ძალიან აღშფოთებული იყო, იმიტომ რომ აგვისტოს ომის დღეებში მასეთი რაღაცის დაძახება ეგ არის ნამეტანი. პროტესტში აქტიურად ჩართული მოქალაქეები ამბობენ, რომ არ შეეგუებიან საქართველოში რუსეთის ქებას. დიდ პროტესტს მიიღებს ყველა, ვისაც ამის მცდელობა ექნება.